დავიდადე 1072 წლის. ეს პირველი განვითარება ოპერაციაში. სადაც ოკულისტი, ოფთალმოლოგი და კარდიოლოგი, დიახ, კარდიოლოგი. Ministri jak co dalej? Pacjentów. Tam zimia, roz odkrył hakamosuli, im to ten taki z ministri, romno grał mam სოფლ-სოციალური ახმარება. იცით თქვენ ეს ძალიან კარგად. ჩვენი ხელისუფლების დროს არავის ჩვენ აქულებს არ უთვლიდით, იმიტომ რომ სპეციფიკა ასეთი და მე მინდა აგიხსნათ უბრალოდ. ეს არის კონფლიქტის პირობი. თქვენ აუხსენეთ იმას, ვისაც ეს ჭირდება. ეს არის კონფლიქტის დაამთავრება. თქვენი ხელისუფლების დაწერილია ეს დადგენილება, სადაც წერია, ვერაფერს მოსწევთ დაამთავრებთ, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ, თქვენი დაწერილია ეს თარიღი 2013 წელი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყოველად მიუღებელი და ყოველად დაუშვებელი რაღაცა. არავითარ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში ამის დასვენა არ შეიძლება და მე მინდა თქვენ მოგიწოდოთ თქვენ მინდა მოგიწოდოთ და მთავრობას მინდა მოგაწოდოთ ამ დღეს ასწრაფოთ ეს დახმარებია დააჩეს ვილაპარაკეთ გარეთ თქვენ ხართ მინისტრი და მე ზუსტად თქვენ მოსაწოდებია დავიგე კარგი წდებოდა ხელს ვიშლით ძალიან მაგისი სხვა ადგილი გედება მუშაობ არა, ამაზე აღარ პირიქს კარგია მეთქვი. თქვენ გვერდზე უნდა დაუდგეთ მთავრობას, გვერდზე. რომ დღეს გჭირდება ერთად დგომა და თქვენი საქართველოც არის. თქვენ თუ ნახეთ ტელევიზორი, ჩვენ თავაზობთ გვერდზე დგომას. ისინი ამბობენ უარს. ეს არის პრობლემა. და თქვენ თავაზობთ, ჩვენ თავაზობთ დახმარებას და უარს ამბობენ თვითონ. თავაზობთ ზუსტად. რას ჩხუბობ? მოდი ერთად დავდგეთ და დიდი მადლობა. ერთი წუთი მომისმენთ სოლე. ჩამოვედით ამ საყოველთაო ხართ. მართლა გვიხართ. რომლებსაც უნდა გავსუჩით. მომისმენთ ერთი წუთი. ექიმი ვარ. ზურა რობიტა. კარგია, ძალიან კარგია რა საკეთებ. არ გვინდა იცით რა არის? მუშაობთ ახლა პაციენტებს ინჯავთ და არ გვინდა მიტინგი. თქვენი ურთიერთობა მინისტრთან და თქვა ხელისუფლებასთან შეგიძლიათ გაარკვიოთ კაბინეტში ყოველგვარი კამერების გარეშე. არ შეიძლება აგერ ახლა საპაციენტს ერთად ვინდა დიაბეტიანებს, საკმაოდ სერიოზულ პაციენტებს და იქ მიტინგის გაკეთება, სადაც ექიმი მუშაობს პაციენტთან არ შეიძლება. შემრჩევა იქნება თქვენ შემოგეძლო. გასაგებია. ზანეთ. საერთოდ არ უცოდი აქ თუ იყო სანგენგო. მაგრამ ჩამოვიდა გავიგე რომ აქ არის არ მენახა კაცი რომელმაც გაუქვა მთელსოფლოს. შეგეძლოთ გეთქვათ რომ ბატონო დავით. შემთხვევაში არ შეიძლება. არა, გეთქვათ ბატონო დავით. ექიმები მუშაობთ თქვით არ შეიძლება მიტინგი. ხალხი გალოდებას მე მგონი ჯობია რომ მიხეოდი ფავს რა. ნუ გასავლით ექიმობაზე მაგას მიხარ. არა, არ გასავლით კაცო. 2003 მართულ ხალხები რომელ წელს გაკეთა? სად იყავით? 2009 წელს სად იყავით? სად იყავით 2009 წელს? სად იყავით 2009 წელს? რატო რა მოიგეთ? მე რა აკროს ხო? ეს არის პიარი, თქვენი პიარი არის ეს. დღევანდელი აქტივობის მიზანი არის შემდეგი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ
მთლიანად საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშავა კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავდა დვანის და არა მარტო მთლიანად კონფლიქტისპირა რეგიონების სოფლების დახმარების პროგრამას. ეს გამოიხატება როგორც ინფრასტრუქტურულში უხშირესი პრობლემები, რაც არის მაგალითად წყალმომარაგება, ასევე სოციალურში, როდესაც გამომდინარე ამ ნაკვეთების, მიწის ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლის დაკარგვიდან ჩვენ ახალი ფორმულირება და ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ სოციალური დახმარების აღდგენისათვის. ტექნიკური საკითხები, როგორიც არის მაგალითად, რომ აღარ მოუწევთ ქარელში ჩასვლა ამ ელემენტარული განცხადების შესახებ, აქ გავაკეთებთ ამის შესახებ ფილიალს. ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ისედაც კარგად იყო ჩვენთვის ცნობილი, სპეციფიკა არის ესეთ სოფლებში. იდეაში დაავადების სტრუქტურა დიდად არ განსხვავდება სტრესის ფონი და ამით გამოწვეული მდგომარეობები. ამიტომ აქაც განსაკუთრებული მიდგომა იქნება მათდამი განხორციელებული. მე მქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან, ძირითადი საკითხები აბსოლუტურად ჯდება იმ სამოქმედო გეგმაში, მათი სურვილები, რომლის მოგვარებასაც უკვე ვიწყებთ და მე ვფიქრობ, რომ ეს რეალური და საქმეზე და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა არის განსხვავებით იმ პოპულისტური რაღაც სპექტაკლისგან, რომელიც წეღავ ნახე ვერ გადაეჩვენეს ადამიანები რა. რას მოითხოვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და რატომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბრალს ხვდებდა იმაში, რომ ჩვენ შევუჩერეთ სოციალური დახმარება. მას ან მეხსიერების პრობლემები აქვს, ან ეზარება ჩაიხედოს მის მიერვე, მათ მიერვე მოწერილ დოკუმენტში, სადაც თარიღი 2013 წლის 1 ივლისი, როდესაც უნდა გაჩერებული იყო სოციალური დახმარება, მათივე შექმნილი არის და მათივე გამოქვეყნებული არის. ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართული არის იქესკენ, რომ ეს წყვეტა არ მოხდეს, აღდგეს და დაბალანსდეს ეს სიტუაცია და ეს ელემენტარული ეთიკა არის პაციენტებთან შემოვარდნა და რაღაც სკანდალების მოწყობა, ამაზე მე არ გავაკეთებ კომენტარს უბრალოდ. ძალიან კარგია, გამეხარდა გუშინა თქვენს, რომ ექიმები მოდიანო და გამეხარდა, რომ გადავალ მეთქი. დგავესინჯები ყველაფერზე, რაც მაწუხებს, ყველაფერს ვეთყვი მეთქი. მადლობელი ვარ, ძალიან.